ამ პროდუქტს ძველ რომში იმდენად პატივცემდნენ, რომ ნაყოფიერების და სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა. აბა თუ მიხვდები რა არის? გამარჯობა მეგობრებო, არ ვიცი მიხვდით თუ არა და არ ვიცი გამოიცანით თუ არა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება თხილეულს. ვიცით რომ თხილეული ისედაც ძალიან ნუტრიენტულად დატვირთულია, აქვს ცხიმები, აქვს ცილები და არის ძალიან სასარგებლო. და თან არის ძალიან გემრიელიც. ამ გემრიელი და საოცარი თხილისგან, რომელსაც ქვია პეიმანი, ჩვენ დღეს გავაკეთებთ საოცარ დესერტებს. დღეს ჩვენ გავაკეთებთ 3 დესერტს. ერთი იქნება გრანოლა, მეორე იქნება მენდიანტები, ხოლო მესამე კი იქნება პრალინეს პასტა. პრალინე თქვენ ძალიან გიყვართ. შეიძლება თქვენ არ იცოდეთ რა არის და როგორ კეთდება, მაგრამ თუ თხილის დესერტი გიყვართ, ის აუცილებლად პრალინეს ბაზაზეა დამზადებული. ამიტომ დღეს გვექნება კიდევ ერთი გაკვეთილი კომენტარიაში და დღეს დავამზადებთ ამ 3 დესერტს. პირველი დავიწყებთ გრანოლით და გრანოლისთვის ვიხმართ პეიმანის, მუხუდოს და თხილის მიქსს. ასევე ვიხმართ კვერცხის ცილას და მზადების პროცესში გეტყვით თუ რატო. ამიტომ გრანოლასთვის თქვენ დაგჭირდებათ. პეიმანის, მოხალული მუხუდოს და თხილეულის მიქსი, 200 გრამი შვრია, 80 გრამი თაფლი, 30 გრამი ნებისმიერი ცხიმი, 1 ცალი კვერცხის ცილა, 3 გრამი დარიჩინი, 2 გრამი მარილი და 15 გრამი ქოქოსის ფანტელი. ავიღოთ შვრიანი ჯამი და შევრიოთ ყველა მშრალი ინგრედიენტი. ასევე ჩავყაროთ თხილეულის მიქსი. ეხლა დავამატოთ თაფლი. კარგად გადავანაწილოთ. შემდეგ დავამატოთ ზეთი და 1 ცალი კვერცხის ცილა. კვერცხის ცილას იმიტომ ვამატებთ, რომ გრანულა არ დაიშალოს და იყოს მჭიდრო და შეკრული. და კარგად ამოვარიოთ ესე, რომ ყველგან გადაანაწილდეს თაფლიც, ზეთიც და კვერცხიც. მთლიანად უნდა დასრულდეს ეს შეგვიძლია. მოდარწმუნებით, რომ უკვე მთლიანად სველი არის ჩვენი გრანულა. შეგვიძლია უკვე გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ. გარდა იმისა, რომ ცილა დავამატეთ იმისთვის, რომ იყოს შეკრული გრანოლა, ასევე სველი ხელით დავტკეპნოთ ესე კარგად. სველი ხელით, იმიტომ რომ არ მიგვეწეპოს. ეს კარგად დავტკეპნოთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ესეც ესე. ეხლა შევუშვათ 160 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთი. და აი ესეც ესე გამოცხვა ჩვენი გრანოლა. და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად გავაცივოთ, რომ აი ეს დიდი ნატეხები შევინარჩუნოთ. ამიტომ ხელი არ მოვკიდოთ, სანამ მთლიანად არ გაცივდება. ეს ესე გაცივდა ჩვენი გრანოლა და აი ესე ხედავთ თუ როგორ დიდ ნაწილებად და დიდ ნაჭრებად ტყდება, იმიტომ რომ აქ კვერცხის ცილა და ასევე აქ ზეთი. და კარგად დავტკეპნეთ ასე. ესეც ჩვენი გრანოლა და ხედავთ თუ რამხელა ნაჭრებად არის შენარჩუნებული და ეს ყველაფერი არის იმის დამსახურება, რომ ვიხმარეთ ცილა და ასევე ძალიან კარგი პროპორციით გავუკეთეთ ცხიმი და თაფლი. და ასევე კარგად დავპრესეთ. მოგეთ ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორის დამსახურება. მე ძალიან მიყვარს ეს გრანოლა, ანუ დიდ ნატეხებიანი, მაგრამ თქვენ თუ გიყვართ პატარა ნატეხებიანი, შეგიძლიათ რომ უბრალოდ ცხობისას გადაურიოთ ხოლმე და აღარ იქნება ესეთი. ესეთ რო გამაგივიდეთ, ცხობისას ხელი არ უნდა ახლოთ. შეგიძლიათ მიითვლათ ყოველ დილას საუზმეზე რძესთან, იოგურტთან, მაწონთან, სხვა რამესთან ერთად და არის უგემრიელესი და არის დატვირთული ჯანსაღი ცხიმებით, არის დატვირთული პროტეინით და არის დატვირთული ძალიან კარგი ნახშირწყლებით. და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დღის დასაწყისი არის. ახლა კი გადავინაცვლოთ მეორე დესერტზე და მეორე დესერტი არის ფრანგული, უფრო საშობაო დესერტი არის და შობიცას აკეთებენ, რადგან აქ თხილეული და ჩირეული და აქ შოკოლადი და ეს არის უფრო ასე ვთქვათ სიხვავის და ბარაქის ამსახველი. ამისთვის კი ვიხმართ პეიმანის energy mix, რადგან შიგნით არის თხილის და შიგნით არის ჩირეულობა. და ვფიქრობ, ძალიან შესაძლებელია მიქსი არის ამ მენდიანტებისთვის. და ამ დესერტისთვის თქვენ დაგჭირდებათ. დაგჭირდებათ პეიმანის energy mix-ი, 150 გრამი შავი შოკოლადი და მწიკვი მარილი. პირველ რიგში შოკოლადი უნდა გავადნოთ 4 ქლის აბაზანაზე. ჩავასხათ შიგნით დადუღებული წყალი, შემოვდგათ მეორე შუშის ჯამი თავზე და ჩავყაროთ შოკოლადი. ამას იგივენად ქვია ბან მარი. ეხლა კი ავიღოთ სილიკონის ფორმა, თქვენ შეგიძლიათ საცხობის ქაღალდი აიღოთ ჩვეულებრივად და გავაკეთოთ შემდეგი რაღაც. სანამ გაცვდება, მოვაყაროთ ზემოდან ცოტა მარილი და მოვაყაროთ ზემოდან პეიმანის energy mix.
და ეხლა შეგვიძლია შევენახოთ მათ სიუაშო კარგად გაცივდეს და დაახლოებით 20-25 წუთში გვექნება შესანიშნავი თხილიანი შოკოლადი. აი გამყარდა ჩვენი შოკოლადი და შეგვიძლია ესე ავაწყოთ და მივიღებთ აი ესეთ საოცარ ულამაზეს და რა თქმა უნდა უგემრიელეს შოკოლადის ფილებს, რომლითაც შეგიძლიათ გავმასპინძლოთ თქვენს მეგობრებს და სტუმრებს. და მეთანხმებით რომ ვიზუალურად არის ძალიან ლამაზი და უმარტივესი გასაკეთებელია და რატომაც არა როცა შეგვიძლია რომ გავმასპინძლოთ მარტივად სტუმრებს, გავმასპინძლოთ მარტივად. და ბოლოს გადავიდეთ მესამე დესერტზე, რომელიც არის პრალინეს პასტა და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საკონდიტრო ნაწარმი არის. და პრალინეს პასტის შექმნის ისტორია, რა თქმა უნდა, უკავშირდება შესწავლას. მე-17 საუკუნეში ჰერცოგ პრალინის ბზარეულმა შემთხვევით ჩაყარა მოხალული თხილი კარამელში. შემდეგ შემთხვევით დაებრენდერა და გამოვიდა პრალინეს პასტა. და მას შემდეგ პრალინე გახდა ფრანგული კონდიტერიის ერთ-ერთი საყრდენი და საფუძველი. და პრალინე რო კარგი გამოგივიდეს, ფრანგები დამეთანხმებიან და თხილზე მნიშვნელოვანი მანდ არაფერი არ არის. და ამიტომაც მე თავმოთხოვარ პეიმანის თხილეულს, რადგან მის ხარისხზე და მოხალვის პროცესზე ძალიან ბევრია ჩემამდე ნაფიქრი. და მე აღარ მეწევს, რომ კიდე თავიდან გავიარო ეს პროცესები, შევარჩიო, მოხალა და ასე შემდეგ. და ასევე მისი შეფუთვაც მაძლევს გარანტიას, რომ ჩემი თხილი ყოველთვის იქნება ახალი და ფრეში. და რა თქმა უნდა, მის შეძენა შეგიძლიათ ნიკორა სუპერმარკეტში. ეხლა ვნახოთ თუ რა შეცდომა დაუშვა ჰერცოგ პრალინეს ბზარეულმა მე-17 საუკუნეში. პრალინეს პასტისთვის თქვენ დაგჭირდებათ პეიმანის მოხალული მარილიანი ნუში და 100 გრამი შაქარი. ავიღოთ ქვაბი და ჩავყაროთ შენით ერთ ფენად შაქარი, რომ დავიწყოთ კარამელიზაცია. ოდნავ დაიწყებს აი ესე გათხევადებას შაქარი, შეგვიძლია დავამატოთ შემდეგი ფენაც. ეს ნელ-ნელა დაიწყებს კარამელიზაციას და ეხლა დავაცადოთ, რომ მთლიანად კარგად გათხევადეს ჩვენი შაქარი. ეხლა ავიღოთ დაფა, ავიღოთ საცხობი თაღალდი. დავყაროთ ჩვენი პეიმანის ნუში. ეს ესე დავასხათ ჩვენი კარამელი ნუშს. და ეხლა დავაცადოთ ჩვენს კარამელიან ნუშს, რომ კარგად გაცივდეს და მე უნდა დავაბლენდეროთ კარგად. ეს ესე გაცივდა ჩვენი კარამელიან ნუში და დავტეხოთ. დავყაროთ ბლენდერში. ბლენდერი რაც უფრო მძლავრი იქნება უკეთესია, მაგრამ ჩვეულებრივი სახლის ბლენდერიც გაართმევს თავს. და ესეც ესე ჩვენი პრალინეს პასტა. და აი ესეც ჩვენი პრალინეს პასტა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ესე უბრალოდ საჭმელად. ეს შეგიძლიათ ძალიან გემრიელი პრალინეს კრემი გააკეთოთ, რომ გადაურევთ. ასევე შეგიძლიათ რომ ზევიდან დესერტებს წაუსვათ, შეგიძლიათ ორცხობილას გადაუსვათ, შეგიძლიათ შოკოლადის კარაქთან საჭამოთ, შეგიძლიათ ბევრი გამოყენება აქვს. როგორც ხედავთ, როცა გაქვთ სწორი ინგრედიენტები და გაქვთ ცოდნა, არაფრიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგჯერ ძალიან გემრიელი და ვიზუალურად დახვეწილი პროდუქტი. და თუ მოგეწონათ დღევანდელი ჩემი რეცეპტები და მოგეწონათ ჩემი დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ გამოეწუროთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და თუ ძალიან მოგეწონა, გთხოვთ რომ გააზიაროთ. თუ რამეს გააკეთებთ ამ ვიდეოდან, ძალიან გამახარეთ და უფრო მეტ мотиваციას მომცემთ. ეხლა კი დაგემშვიდობებით. დაალაიქეთ და გამოიწერეთ, რომ ერთად დავაშენოთ ჩვენი სუფრის კოლოს პატარა კიბერსოფელი. Bye.